ოს მეგობრებო, ჩვენ ვართ ელიზბარ მინდელის 12-ში. გოჯირა ჯიუჯიტსუს სულ ახლად გახსნილ დარბაზში და მე მივალ სტუმრად გოგა რაზმაძესთან. გავესაუბრებით და არა მარტო, შეიძლება წავიჭიდაო კიდევაც. თუ გავახურეთ ჩემ ვიდეოზე ძირები. და ვიდეო. ოს გამარჯობათ. გამარჯობა გოგა, როგორ ძანდები? კარგად, მადლობ თავად როგორ ძანდებით? მეც არ ამიშავს. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ დარბაზში. ძალიან მიხარია რომ ასეთმა გამოცდილმა მებრძოლებმა, ჯიცერებმა გახსნილით საქართველოში დარბაზი. ეს მეორე დარბაზია თქვენი მეთაურობის ქვეშ, ხომ? კი, ერთი დარბაზი რუსთავში არის, ჩვენი მოსწავლეს ამიკოს იმანიშვილის, მეორე თბილისში. ყველას გელოდებით. და საზღვარგარეთაც ხო გაქვთ დარბაზი? საზღვარგარეთაც გვაქვს. ოკეი. საზღვარგარეთ შეძენილ გამოცდილებას უკვე ჩვენს გაგვიზიარებენ. აი, გამოვიცვლი და ცოტა წავიჭიდაოთ რა აზრის ხარ? კი. გოგა, მიმიღე როგორც სტუმარი. იმედი არაფერს მომტეხავ ჩემ ბებერძლებს. არ უხდება ესეთ ტრავმები. უბრალოდ როგორც შენ მოწაფეს 41 წლის მოწაფეს გამახურე როგორ ხურდებიან გოჯირაში და ვილაპარაკოთ რა ვისაუბროთ. როგორც პრივატ კლასი ისე ჩავატარებთ გაგვეთილს. პრივატ კლასი და კლასი რომელიც არის 6, 7, 10 მოსწავლე, ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან. ბრაზილიური ჯიუჯიტსუ, იაპონური აქ პირველი დისციპლინა არის, ამიტომ ხაზზე დადგომა. აი იქ დგებით, როგორც მე ვიცი, ხომ ცოტნე. მოსწავლე და წვნელი ერთმანეთის პირდაპირ დგება, შავი ქამრები აქეთ დგება, ყველა დანარჩენი ქამრები იქ მხარეს. წვნელი ამბობს სენსეირეს, მოსწავლე ამბობს ოს. როგორც ჩვენ ვიცით, იაპონურად ოს ამბობს იმას, რომ მოსწავლე თანახმა არის ყველაფრისთვის, რასაც ასწავლის, მას წვნელი სენსეირე ოს. წელიდან დავიწყოთ. წელიდან ვიწყებთ. მოდი მანამ ვხურდებით. მე ვიცი რომ სულ ეხლა გქონდა რაღაც ასპარეზობა, ხომ? აი 21 მარტს იყო ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთში GGIF-ის. ოკეი. ეს არის ოლიმპიურ კომიტეტში შედის ჯიუჯიტსუს ფედერაცია. საქართველოს ფედერაციაც თუ არ ვცდები 1-20 წლის განმავლობაში უკვე არის GGIF-ში. და იქ ვასპარეზობთ როგორც გიში, ასე ნოუგიში. ეხლა იყო გიში შეჯიბრი, ორ თვეში ჩატარდება, მე მგონი 20 ივნისს არის ნოუგიში. როგორ გამოგივიდა ამჯერად ასპარეზობა? აი 31 ქვეყანა იყო. 2000 მონაწილე, 2 ქართველი, 2 ოქრო. გუნდურში დავიკავეთ მე-5 ადგილი 34 ქვეყნიდან. ეს დასაფასებელია. გოგა, მე როგორც ვიცი, შენ ორივე სჭიდაო, გისაც და ნოუგის, თუმცა როგორც ჩიტმა ამბავი მომიტანა, გიგირჩევნია, ასეა? კი, როგორც ის გისაც ვჭიდაო, ნოუგისაც, მაგრამ როგორც თავიდან ძიუდოში დავიწყე ვარჯიში, ეს 10 წელი ძიუდოს ვარჯიშობდი, შემდეგ გადმოვედი ჯიუჯიტსუში, ამიტომ უფრო მე გიმი სწორდება, გიმი ყვარს. მაგრამ ნოუგიც ეს ჯიუდოს გადმონაშთია, ასე რომ ვთქვა? ასე რომ ვთქვა, ნოუგიც ხანდახან, როცა ცოტა მივიღებ ტრამებს, თითები, ტკივა, ასე რომ შემ გადავდივარ ნოუგიზე და ნოუგის ვარჯიშობთ. ძირითადად ვარჯიშობთ გის, კვირაში 2 ჯერ ნოუგის, კვირაში 5 ჯერ გის. გოგა, როგორც ჩვენს ერთ-ერთ პოსტში ნახავდი, ეს Clash of ასაკების დატაკება თუ როგორ დაარქვეს. ხო, Generation Clash. რამდენად შენთვის ეს არის ფაქტიურად იგივე ჭრილი თუ ყურებს შენ? ახალგაზრდა ის და გამოცადო ფაქტიურად ეგრე გამოდის. სისწრაფე გითხრა, აი ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, ცოტა ჩემთვის ქართველთან არ მაქვს ნაჭიდავები, შეჯიბრზე არასდროს სულ უცხოელებთან მაქვს ნაჭიდავები. პირველად ვეჭიდავები ქართველს,
კი იცით რომ ჩვენ საზღვარგარეთ მოღვაწეობდით. ეხლა ნელ-ნელა გადმომდივართ საქართველოში და ამის გამო ემიგრანტი მოწყურებულია ქართულ ხალხზე და მას ქართველი, ასე რომ ვთქვათ, უფრო უყვარს ვიდრე საქართველოში შენსულ ქართველთან ცხოვრობდა საზღვარგარეთ, სულ არ არის ქართველი და რომ დაინახავ ქართული სულ ეცნაურები იმას, ასე რომ ჩემთვის ძალიან ძნელი არის ეჭიდავი იმის გამო რომ მე ქართულს ვეჭიდავები, მაგრამ ახალგაზრდა არის, მე გამოცდილი ვარ, მე ალბათ შავი ქამარი რო ავიღე, იმ პერიოდში მან ვარჯიში დაიწყო. ასე მიახლოებით, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი 1-6-7 წელი არის უკვე ვარჯიშობს და მე უკვე 8 წელი ვარ შავი ქამარი. ასე რომ გამოცდი, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთ შენ რამდენი წლის ხარ? მე ვარ სექტემბერში გავხდები 38-ის. ასე რომ ეს არ ვთქვათ რომ ჯიუჯიტსუში აი არ არის წროვანება მთავარი ჯიუჯიტსუში არის მთავარი შენი გამოცდილება, ტექნიკა და ასე შემდეგ. და ქართული გული. კი ბატონო. მოდი წელი გავახურეთ, ახლა ნელ-ნელა სულ საუბარში რო არ გავერთოთ, ცოტა პარალელურად გავხურდეთ კიდევაც. გადავიდეთ ახლა ელემენტებზე, ქვემოთ აჯექი. ახლა მე გარდის გასვლას გაგიკეთებ. შენი მთავარი მიზანი არის აღადგინო კარტი. მაცადე? აი ესე. ხელები აქ, კრევეტკა, მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი. მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი. აუცილებელია. მოდი გამიკეთებ მე. ჩვენ ასე ხურდებით ხოლმე. აი გამოდიხარ. მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი. მივხვდი, ამას არ ვაკეთებდი სწორად. მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი. ეს ერთი. მე შემდეგ გარდის აღდგენა. მეორე გარდის აღდგენა. ცოტა ახლოს. მეორე მხარეს უკან განმოტრიალდით. აქეთ მხარეს გამოდიხარ. დავწიეთ გარდის აღდგენა. დისტანციას იქნი ფაქტიურად, ხო? შემდეგი გახურება, კიდევ გადიხარ. აქეთ თუ იქით? არ აქვს მნიშვნელობა. კრევეტკა, ცელზე შესვლა, უკან დაბრუნება. კრევეტკა, ცელზე შესვლა, უკან დაბრუნება. და ბოლოს ეგრეთ წოდებული აკვანი, ქართულად დავარქვით. შემოდიხარ აქეთ მხარეს. მეორე მხარეს გადავტრიალდები. ეს Yes. გოგა, სანამ მე შევეცდები იგივე გახურება გავაკეთო, პარალელურად შეეკითხებ. შენ დგომიდან გიყვარს დაწყება ჭიდაობის თუ ჩაჯდომასაც არ ერიდები ხოლმე? ჩაჯდომქვევითანაც კარგად ვჭიდაობ, ზემოდანაც, იმიტომ რომ 14 წელია რომ ვჭიდაობ გრეპლინგს, ჯიუჯიტსუს გრეპლინგს, ამის გამო როგორც ქვემოდან მიწევს ჭიდავი, ისე ზემოდან მიწევს. აი როგორ იწყებ ხოლმე, ანუ ხშირად ჩვენს მაყურებლისთვის გასაკვირია და ბევრი ვერ ხვდება რა ხდება, რომ ანუ იწყებენ დგომში, როგორც ხდება ბამ და ჩაუჯდა. აი გააჩნია. ეს რა შვებაო გიждდებიან. აი გააჩნია როგორი მოწინააღმდეგე ყავს შენ, მაგალითად თუ ვიცი რომ ის დგომში კარგად ჭიდაობს, მე მას დგომში არ ვიჭიდავები, იმიტომ რომ რატომ დავკარგო? ძალა, ენერგია დგომში. გადავდივარ ქვემოდან ვიჭიდავები. აი გამაში ვიჭიდავ მე მაგალითად სომეხ სამბისტ. მაგას შენც გაუკეთებ ფულგარდი, ხო? ხო, მე ჩავჯექი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დგომში კარგად ჭიდაობდა და რატომ დამეკარგე ენერგია. ხო, მის მოედანზე რატომ უნდა ითამაშო? მეც ახლა ნორმალურად ჭიდაობ, ასე რომ ვთქვა, დგომში მე შემიძლია დგომში ჭიდავი, მაგრამ ეს ატომღაც ასე გამოდის, რომ ერთმანეთს ეჭიდავება ორი, რომელსაც დგომში იცის ჭიდავი, ვინ მოიგებს, არავინ არ იცის. და აი ქვემოდან იმან არ იცის ზემოდან. შენს ველზე გადმოვიყვანე. ძალიან კაი. აბა გავაკეთებ რა ყველაზე, ანუ თავიდან რომელი იყო ფეხებით, ხო? კრივეტკა, მარცხენა, მარჯვენა. მარჯვენა. კრივეტკა, მარჯვენა, მარცხენა. ჯერ ზემოდან ფეხი უნდა გადმოვიტანო, რომ ქვემოდან უფრო ასე რომ შემოდიხარ. ამ ფეხს არ შემოგატანიებ. და ამ ფეხით ცოტას მივმაწვევი. უფრო ადვილია. კი ბატონო. ჰოპ. ეს ერთი. მეორე. ახლა ასე შემოვედი, ცოტა ზემოთავარ. უკან ბრუნდები, ოღონდ ფეხით აქ.
როგორ? კიდევ ერთხელ? ესე. ესე? უკან ბრუნდები და აი ამ ფეხით აი აქ ასე. აჰა. მარცხენა მხარეს ჩემსგან შემოზონდა. ეს ფეხით აი აქ. ანუ ქვედა ფეხით და მერე ზედა. ძალიან მაგრად აქეთ. მესამე აი კრევეტკა. ეს აკვანი ხო? არა, ეს მუცელზე შესვლა. მუცელზე შესვლა. წამოთქომა და უკანვე დაჯდომა. ძალიან საინტერესო გახურება. ლეგიონში უფრო რაღაც ტრადიციულად ხურდებით ხოლმე. ფეხი უკან, მუცელზე შემოსვლა და უკან დაჯდომა. აქ შეტევაზეც შეგიძლია, ხო, რომ გადახვიდე. ეს ანუ აქედან ეგრევე ფეხის აღება და დგომში ადგა. ოკეი. ანუ წინა ის არის. აკვანი. ხო, აკვანი ეგეც საინტერესოა და ესე იგი უნდა დაჯდე, არა, დაჯექი. მარჯვენა ხელით აქ, შემდეგ ახ ხელით მომაწექი და შემოტრიალდი მეორე მხარეს. ფეხები იქეთ. ანუ ხო, უნდა შემოტრია თავით იქეთ, აი ასე. ხომ ჯდები მარჯვენა ხელით. აი, ნუ ან მარჯვენად ან მარცხენად გააჩინა რომელ მხარეს ვთქვა. მაწვევი და ტრიალდები მეორე მხარეს. აჰა. ესე იგი თავი მეორე მხარეს, ფეხები იქეთ მხარეს. ანუ დაჯექი. შენ ფეხს ხმარობ რო ამას ვაკეთე, ხო? ეხა ფეხი აქეთ, ეს რომ მიხვდები მე ადვილია. ეხლა შეეცადე რომ ფეხები არ დაადო ხალიჩას. აჰა, ესე პრესის ვარჯიშიც გამოდის. აი ასე. გოგა, შენ რამდენ სიწონი ახლა? 68, 69, 68 და 500. 69, 68. საერთოდ ჭიდაობ 62 კილოში, სულ აი 68, 69 ევროპის ჩემპიონამდე ვიყავი 72 მაგალითად. ცოტა ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ჭიდაობ. მიწევს მარტო მსოფლიო ჩემპიონატებზე და ევროპის ჩემპიონატებზე ჭიდავი. ამის გამო წონას ბევრს არ ვიკლებ და შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე ცოტას ვიმატებ. მეგობრებო, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. მე და გოგას უკვე გვაქვს ნაჭიდავები და ჩემი 80 კილოთი ისე ანუ ზემოდან მეჭიდავა ძირითადად და ისე დამტანჯა როგორც რავი 1.90 კილოს გრძნობდი ამ კაცს. არა და მაშინ კიდე უფრო მე მგონი ეხა ცოტა შესხმული გაქვს. იმიტომ რომ შეჯიბრისთვის ვიყავი და 65 კილო ვიყავი მაშინ. აი ისე ვიგრძენი თითქოს და ჩემი წონა კიდე უფრო ზედაწონა მაწონა. 65 კილო ვიყავი. ამას ეს ასე ვთქვათ, აი 65 კილოს 90-ად რო გრძნობდი. ამას როგორ აღწევ და როგორ მიიღწევ ეს? მარტო ტექნიკა და ბალანსის ხარჯზეა ეს ყველაფერი? ტექნიკა და ბალანსის ხარჯზე და აი მაგალითად, ნუ ყველაზე მთავარი საერთოდ ჭიდავში, ძიუდოში არ აქვს მნიშვნელობა, არის შებოჭვა. ესე იგი მთავარი არის როგორ შენ აიღებ შებოჭვას. სად? და აი მე უკვე იმდენი გამოცდილება მაქვს, მე ვიცი უკვე სად როგორ დავაჭირო ხელი და როგორ დაგაწვე ზემოდან შენ. აი მაგალითად ელემენტარული ავიღოთ. აი გავედი საით კონტროლში და აი ზემოდან. ყველა მაგალითად აწვება ზემოდან აი აქ. ჩვენსკენ აქეთ მოაქვს მარცხენა ხელს ქვემოთ. აი შუაში, ზურგის შუაში მარჯვენა ხელს ზემოდან და პირდაპირ მოწვევი. ძალიან არასასია მომნობა. ეს კიდე მთელი ძალით არ გაწვევი. მიდი აბა. ანუ კი მოვითმე, მაგრამ უკვე ძალიან სერიოზული დისკომფორტი. აი ეს მოვითმე, მაგრამ აი ჭიდავის დროს ჩვენ ხომ 5 წუთში დავუთ. ხო. და შენ ცოტა დაღლილიც ახარ. თავისთავად და ეს პირველ წუთს არ ვაკეთებ. სუნთქვაში ძალიან მე-4 მე-5 წუთში და ამის გამო სუნთქვაში ძალიან შეგიშლის, ხო, აი ეს დამტანჯველია. შენი ზემოდან ჭიდაობა თვით გამოუცადე და ძალიან არა სასიამოვნო იყო და ეფექტური ამავდროულად. ჩემთვის არა სასიამოვნო, ზოგადად ეფექტური. ქვემოდან როგორ ჭიდაობ? გამაგრეპლინგზე ვნახე, შენ როგორც ახსენეს, სომეხი სპორტსმენი რო იყო სამბოს წარმომადგენელი
და ორიოდე სიტყვა შენ ძმას მინდა შენ ძმასაც მინდა შევეხოთ თავის საფირმო საბმიშენი აქვს. დიდი ალბათობით შენც იცი შენი ძმის საბმიშენი. ეს რო მაჩვენა შეგიძლია? ეგრეთ წოდებული straight footlock-ი არის. აი ქვემოდან ზემოდან არ აქვს მნიშვნელობა აკეთებს. მაგალითად, აი ვართ ასეთ დელარი ვაკეთებ აქვს აღებული. ეს ფეხს იღებს, მარჯვენა ფეხს აქ. თავარი არის როგორ აიღოს, აი აქ ხელი. ქუსლი უნდა ჩანდეს გარედან და შიგნიდან ქუსლი უნდა იყოს დამალული. და მაქსიმალურად, აი როგორც ხელში ბუშს როგორ დაიკავებ, აი ეს ბუში ხორბილი არის და მაქსიმალურად ზემოთ უნდა ამოწიო ასე. და შემდეგ მარცხენა ფეხს ვაგდებს აქეთ, მარცხენა ფეხი გადმოდის ზემოდან, მარჯვენა ფეხს ამოიღებს და აკეთებს სამკუთხედს. უკვე არასასიამოვნოა მეგობრებო. თავარი არის აქ, აი სურგით მიაწვება ფეხს. და აი ასე აკეთებს. ისე სხვათა შორის footlock-ს. ის არის კლასიკური footlock-ისგან განსხვავებით, სადაც მუხლზე გაქვს ძირითადი კონტროლი, აქ შეიძლება მოტყუდი ადამიანი და იფიქრო, ვა, მუხლი გამოვაძვრინე და ფეხსაც გამოვაძვრინე. ხო და როგორ ხდება ხოლმე, აი როგორ მაგალითად straight footlock-იდან როგორ უნდა დაიცვა თავი, ფეხებზე ადგებიან. ხო. და აი აქ ხომ გაქვს. და ფეხებს ვერზვიმერე. აი ქვემოთ ჩამოაქვთ ასე ფეხები რომ დაიცვან თავი. ჯიმი ამოაქვს აქ, კეტავს სამკუთხედს და შემდეგ აწვება. აი აქ და უღებს აი აქ მტკივნეულს. ძალიან ჩემი გრძელი ფეხებით გამოვა ეგ როგორ არა? შეიძლება ვცადო? ანუ ჩვეულებრივ აი ეს ცოტათი აი ეს არის კადრას, ეს არის ჩვეულებრივი. იმიტომ რომ ეს ფეხი გაქვს შენ გარედან. კი ბატონო. ეს პირიქით უნდა გაგეთოს. ოკეი. აი ასე. შემდეგ შენ როცა ფეხს მომაწვევი, მე უბრალოდ სამკუთხედი შევკრა. თუმცა შენ აი ასე შეკარე ცოტა როგორც შეგამჩნია. აი მიაწექი? არა, უშავს ასე შეიძლება. მიაწექი ხელი? არა, შენ მუხლს. ჩემ მუხლს. სურგი დაჭიმე. აი გადაგაქციე. წამაქციე. შემდეგ ამას ვიღებ. აქ უნდა აიღო. უკვე გაქვს მუხლის. მაქსიმალურად. აი ასე. და უბრალოდ სურგი უნდა გაიჭო. ჩვეულებრივი მისავით ვაწვევი, ხო? სურგი. ოპ. ძალიან საინტერესო საბმიშენია. თუმცა ჯიმის რახანც აქ თავის საბმიშენი გოგასაც ექნება, ასე ვარაუდობ. შენი საყვარელი? მეც მაქვს საბმიშენი, მაგრამ აი EDCC-ის წესებით ნოუგიში ეს საბმიშენი არ გამოდის, იმიტომ რომ ქუსლს აძლევ, მაგრამ აი გიში რო ჭიდაობ, აი ძალიან ბევრს ვაკეთებ, ახლა ჩემი მოსწავლეები ერთი კვირის უკან ბრაზილიაში წავიდნენ, იქ IBGF-ში ბრაზილია რომ უნდა იჭიდაონ და ვარჯიშობენ Dream Art-ის აკადემიაში, ეს ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა და ახალგაზრდები არიან, 16-17 წლის არიან და აი 5 ჯერ გავუკეთეო და ყველა მოდიან და მეუნება როგორ აკეთებ ამასო. ეს გიში კეთდება მხოლოდ? გიში კეთდება, იმიტომ რომ ნოუგიში კეთდება, ოღონ ქუსლს აძლევ, ამის გამო ნოუგიში არ ვაკეთებ ჩვენ მაგას, იმენა გიში ვაკეთებთ. სახელი დავარქვით დორი ჩარი. დორი ჩარი. 2-4-იანი. აი ალბათ ბევრმა იცის 4-11. ასე ჩადიხარ და ეს არის 4-11. ესე იგი მუხლით მე მაქვს აკეთებული 4 და ფეხებით არის 11. და ამას ეძახიან 4-11-ს. ხო და ჩვენ დავარქვით ნუ ჩემს იმას დავარქვით დორი ჩარი. კეთდება აი ალბათ მინიმალური 1-6 პოზიციიდან შედიხარ, მაგრამ ერთ-ერთს განახებთ, რატომ ქვია დორი ჩარი. აი ასეთ პოზიციაში ვართ. მარცხენა ფეხს აგვდებ და ვკეტავ. გამოდის რომ მეც 4-იანი მაქვს და შენც 4-იანი მაქვს ჩაკეტილი. თუმცა ეს ფეხი ჩაკეტილი მართლია. და ამ ფეხს ვერ ამოიღებ. ხო. გამოდის 4-4 და ამის გამო დავარქვით დორი ჩარი. უკვე გერხევა აქ. აი აქ შეგიძლია მაგალითად ქუსლი, შეგიძლია footlock, შეგიძლია straight footlock.
და შენ ეს ფეხი დაბლოკილი გაქვს, ვერ გამოგაქვს ვერანაირად. ხო. ანუ ადგომასაც აზრი არ აქვს ცალფეხზე. ვერ წამოდგები. ხო, ვერანაირად, ხო. ძალიან შებოჭილია. აი ამას ქვემოდანაც ვაკეთებთ, დაბლ პულიდანაც ვაკეთებთ, დელარივადანაც ვაკეთებთ და ზემოდანაც ვაკეთებთ. და აქ ქუსლს ვაძლევო, რო თქვი, აი ანუ როგორ გამოდის? ახლა რას გულისხმობ? იხსნით როგორ გულისხმობ ქუსლში. აი შავედით აქ. ამ მომენტში? აი აქ ფეხი მაქვს. ხო. როდესაც ვჭიდაობ გის, ამას არ ვკეტავ. სამკუთხედს არ ვკეტავ, ამ ფეხს ვაძლევ. აჰა. ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში აი ამ ფეხზე შეტევის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ შენ ეს გაქვს გაკეთებული, ეგრეთ წოდებული ნირიპი. ხო. და ამის გამო შენ ამის შეტევის უფლება არ გაქვს. იმიტომ რომ ამ ფეხს ჩვენ ასე ვტოვებთ და აი აქ მივდივართ შეტევაზე და აი ნოუგიში შენ ქუსლის შეტევა შეგიძლია. ხო. ამის გამო ნოუგიში თუ შევდივართ ხოლმე ვკეტავთ ნოუგიში, მაგრამ ჩაკეტვაზე ძალიან სახიფათო არის იმის გამო, რომ როდესაც შენ ასე ფეხს კეტავ სამკუთხედს, შენ შეგიძლია ამ ფეხს უტია. ფუტბოლი გამეკეტო ამ ფეხზე. არა, ჩემი იმით ვერ. აი, მაგალითად, აი აქ რო გადმოვიდა. ხო, მაგრამ ფრიაძნელია, ჩემთვის ძნელია, არ ვარ ეგრეთი მოკლე. ნოუგიში არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ნოუგიში ქუსლებს ვინც აკეთებს, აი გახსნე ფეხს, მაგალითად, აი იოლი გასახსნენია ზემოთ აწევ და ამ ფეხს ქუსლზე აიღებ. ხო. და გიში ყოველთვის ვაკეთებთ ამას. კი ბატონო. კეთილი. ანუ ჩემთვის უკვე დიდი ინტრიგაა. შენ და ნიკას ჭიდაობა. ნუ პირველს ყოვლისა, როგორც აქამდე ვთქვით, ანუ თაობების შეტაკება, მეორე სტილების შეტაკება. უბრალოდ სხეულის აგებულებიდან გამომდინარე ძალიან განსხვავებული აღნაგობა გაქვთ. ხო, ის ასტენიური არის, აქედან გამომდინარე სტილისტიკური შეჯახებაც გამოდის, შენ უფრო, ნუ მე როგორც შემიძლია აღიქვა რაღაც pressure passer ხარ, ის უფრო რაღაც აი ედი ბრავო სტილს რაღაცებს აკეთებს. და საინტერესოა. უბრალოდ მინდა სანამ ნიკაზე გადავალთ, შენი ასე ვთქვათ, გამოცდილება გაგვიზიარა, რომ ზოგადად გამაგრეპლინგზე რა აზრის ხარ, ვინაიდან განსხვავდება ესეთი კლასიკური შეჯიბრებებისგან, ADCC ახსენე, EGP და როგორ აღიქმევა ზოგადად შენ თვალში და ჯიცერების უმეტესობა, გამოცდილი ჯიცერების თვალში. აი, ძალიან საინტერესო არის. სწორედ გითხრათ, მე საბმიშენები ზოგადად არ მიყვარს. იმიტომ რომ საბმიშენი როგორც ამბობენ lucky punch. ეს საბმიშენი შეგიძლია უცებ გაუშვა, ან ხელზე შემოგახდეს, ან სამკუთხედი ჩაგიკეტოს, მაგრამ შენ როდესაც მოწინააღმდეგეს აი ორჯერ პასკარს გაუკეთებ, ორჯერ ზურგს აუღებ, ეს უკვე დომინაცია არის. დომინაციის მომხრე. ხო, აი და უცებ საბმიშენის გაკეთება, ეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამოგივიდა, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ საბმიშენები იმდენად არ მიყვარს. მაგრამ როდესაც მე ვნებიან რომ ასეთი წესებით არის ჭიდავი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი წესებით არის, მე უკვე დიდი ხანია მჭიდაობ, გამოცდილი სპორტსმენი ვარ და ასედაც მაქვს ნაჭიდავები, ისედაც მაქვს ნაჭიდავები. ერთი წლის უკან შუაომიაოსთან მაქვს ნაჭიდავები, აი ასეთივე წესებით submission only-ით, უბრალოდ submission only არ იყო, აი ADCC-ის რულსი იყო. რაღაც დონემდე არ ითვლება ქულები. პირველი 3 წუთი იყო ნუ მარტო submission-ები, 3 წუთის შემდეგ იყო უკვე ქულები. ხო, და ასე რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თავარია ჭიდავი, თავარია ეს საღამო მაყურებელს ვაჩვენოთ, რომ გრეპლინგი არის საოცარი ჭიდავი, საოცარი სპორტი. ყველა უნდა მოხვიდეთ ჯიუ-ჯიტსუში, გრეპლინგში და მიიღოთ მონაწილეობა როგორც ვარჯიშებში, ასევე შეჯიბრებებში. კი ბატონო. Fight Pit-ის ეს თეფშის ფორმის ტატამის რაზე ხარ და თუ გიჭიდავია ასეთ არასდროს არ მიჭიდავია. აი კლეტკაში აგრეთ წოდებულად მაქვს ოქტაგონში ნაჭიდავი, მაგრამ ამ ასეთ არასდროს არ მიჭიდავია. საინტერესო იქნება, ნახოთ.
სოციალის უმეტესობა ჯერ არ დამინახია ბიჭი, ვისაც ჯიცერი თუ მოჭიდავე, ვისაც არ მოწონებია, იმიტომ რომ ეს სივრცე იგივე, გალია თავის ნუანსი შეაქვს, ხო, ეხლა ძალიან უნდა იცოდე კედელთან ჭიდაობა და ასე შემდეგ. თუმცა fight pit-ი ვინაიდან დაცერავებული აქვს ეს ჩათვალე ხო, არა საჭირო რომ უშუალოდ კედელთან ჭიდაობის ბევრი მომენტი გაითვალისწინოთ. ჩათვალე თითქმის ტატამია, თითქმის ძირსაა, ვინც მიყუდებულია. საერთოდ ბევრია შენ ნიკა შერვაშიძეს იცნობ, კარგად, ხო? აი რაღაც ამხელა თითქმის 100 კილოიან ამაკაცმა, რაღაც შაოლინის რაღაცები ჩაატარა, აირბინა, ჩამოირბინა ამ იმებზე. აი ასეთი რაღაცის მოყარულები არა ვარ, მე გამომდივარ, შუაში ვდგები, ხელს ვართმევ და ვიწყებ. კლასიკური მიდგომის მომხრე ხარ და იგივე კლასიკური მიდგომაშია, რომ დომინაცია პირველი first position, then submission. თუმცა ლუკა ჯიცერი თუ იცი ასეთი პერსონაჟი, MMA-ის მიმოხილვებს აკეთებს ხოლმე, მძიმე წინაწონასანია და გამა გრეპლინგში ჭიდავა. სულ რაღაც 2-3 შეჯიბრის წინ. და ეგიძახის და ნიკა ვეკუას თანაგუნდელია. ეგიძახის რომ ეს first position, then submission, მე როგორც ძველ სკოლაშია მიღებული ჯერ ზედატანის submission-ებს სწავლობთ და მე გარკვეული კამრის მე გადავდივართ ფეხებზე მხოლოდ ეს დინოზავრები ხართ. ასე თქვა ლუკამ. ბოდიში ლუკა ინტრიგნობისთვის, მაგრამ ხო შენი სიტყვებია. შენ რა აზრის ხარ? ანუ ახალი მიდგომა რომ ეგრევე ფეხებით და ფეხების submission-ებიც, ანუ სრულიად მთელი ტანი submission-ი რო ისწავლოთ. ეს ასე რომ ვთქვათ, მე მაგის მიდგომა არ მაქვს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბაზა. აი ავიღოთ, მე ადამიანი ვარ, რომელიც მაგალითად ADCC-ის 2000, წინა ADCC-ის, იმის წინ ADCC-ის შედეგებს აიღებს და ნახულობს, რომელი სპორტსმენები აკეთებენ დომინაციას. ერთადერთი არის სპორტსმენი გორდონ რაინი, რომელიც აი რომ ასე რომ ვთქვათ, დანახერის თაობიდან, რომელიც აკეთებს დომინაციას და აი თუ მაგალითად დააკვირდებით გორდონ რაინს, ისიც ძალიან მაგარი კიმურა გრიპა აქვს, ძალიან მაგარი გარდის გასვლაც აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ უმეტესწილად დომინაციას აკეთებენ ჯიცერები, რომელიც არიან წარმოშობით ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუდან. ეს ძველი სკოლის წარმომადგენლები. ძველი სკოლის წარმომადგენლები. აი მაგალითად აი თვითონ ბრაზილიელები 66-ში, 77-ში, 88-ში და 99-ში მძიმე წონაში, აი მძიმე წონაში ფილიპე პენა არის სულ მთელი თავის ცხოვრება კიმანოთი ჭიდაობს, გიში ჭიდაობს. აი ADCC-ის დაწყებამდე 3-4 თვით კიმანოს გვერდზე გადადებს, მოდის ADCC-ში და იქაც დომინაციას აკეთებს. 66 კილოში არის დიეგო რეისი. 2021-ში ვარ ნაჭიდავები დიეგო რეისთან ფინალში AGP-ში გიში. აი მე ვეჭიდავე 2021-ში ფინალში აბუ-დაბიში World Championship-ში და აი ნახე ეს იყო მე მგონი თუ არ ვცდები ნოემბრის თვე და ზაფხულს მან ADCC მოიგო ნოუგიში. ასე რომ 77-ში ავიღეთ დომინაციას აკეთებდა დავი რამოსი, ლუკას ლეპრი, ეს ყველა ეს წარმომადგენლები არიან. ანუ სტატისტიკურად ასე რომ შენ შესწავლილი გაქვს, რომ ძველი კლასიკური მიდგომა უფრო ამართლებს ვიდრე. ანუ შენც იმ ხალხის ასე ვთქვათ ნაწილი ხარ, ვინც ფიქრობს, რომ ეს ოქტოპუს პასი და ოქტოპუს გარდი და ეს ყველაფერი ტრუხათემაა. რატომ ოქტოპუს გარდს აი მეც ვაკეთებ ტრუხათემა არ არის, იმიტომ რომ ეს აქვს მას ადგილი ჯიუ-ჯიტსუში, მაგრამ ისე რომ შენ მარტო ლეგლოქს აკეთებდე, ან რაბირგარდს აკეთებდე, ხანდახან ხვდები ხოლმე სპორტსმენებს, რომელსაც აი ელემენტარული სამკუთხედის არბარის გაკეთება არიციან, მაგრამ რაბირგარდს აკეთებენ. შენ რაბირგარდზე სანამდე მიხვალ, უნდა ისწავლო ჭიდავი ჩაკეტილი გარდში. ჩაკეტილი გარდიდან გადადიხარ შემდეგ რაბირგარდში და ასე შემდეგ. ამიტომ რომ შენ არ შეგიძლია რომ აი
პირველი კლასელი სრაზევე გადახვიდე მეოთხე კლასში. ანუ შენ ვერ შეძლებ მეოთხე კლასში სწავლას პირველი თუ კლასში. სწორად გაგიგე, ანუ კლასიკა არის ბაზა, რომელზეც შეგიძლია შეასხა ეს რაბერგარდი გინდა, ოქტოპუსგარდი თუ ნებისმიერი სხვა გარდი. აი აუცილებლად. იმიტომ რომ აი შენ თუ არ მიყევი შენს განვითარებას აკადემიურად, საფეხურად ძალიან ძნელი იქნება, აი რომ ახვიდე ზემოთ აი ესეთ ვეშაპებთან როგორიც არიან გორდონ რაენი, ბადონი და ასე შემდეგ. აი შეიძლება რაღაც ევროპაში იჭიდაო, მაგრამ პოლონელები ძალიან ძნელები არიან. და ისინიც ახლა მე ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი საზღვარგარეთ და ნავარჯიშები ტოპ სპორტსმენებთან და ყველა ვარჯიშობს აკადემიურად. ყველას აქვს აკადემიური მიდგომა და დომინაციას აკეთებენ ისინი, რომელიც აქვს აკადემიური მიდგომა. უშუალოდ ჩვენს მეტოქეზე რომ ორიოდე სიტყვა გავცვალოთ, რას ფიქრობ, როგორი ბიჭია? შეგახსენებ რომ თუ ჯერ ერთი კითხვა მაქვს რომ თუ გაქვს მისი ჭიდაობა ნანახი, მისი სტილზე ორიოდე სიტყვა რო თქვა და იმასაც ხაზგაუსმევ რომ სულ 21 წლისაა. და მე პირადად აღფრთოვანებული ვარ მისი ასე ვთქვათ შესაძლებლობებით და შენ რა სიტყვა? ძალიან მაგარი არის რომ ქართული თაობა ახალგაზრდა ბიჭი აი ასე რომ ვთქვათ კარგად ჭიდაობს, აქვს გარკვეული შედეგები. ჭიდავს რომ ვთქვათ რომ ნაყურები მაქვს თქვა, არა მაქვს, მაგრამ აი ბოლო გამას შეხვედრა რომ იყო, აი რუსთავის კოჯერას რომ იჭიდაებოდა ამიკოს გუნდს. აი თუ არ ვწდები მაგ იჭიდავა და მაგ შეხვდა ორი თუ სამი კაცი გააგდო, ორი, ხო. არა, შეხვდა ერთ-ერთ წარმომადგენლს და ძალიან მაგრად მუშაობდა ფეხებზე. მაგრამ ის მეორე ბიჭიც ძალიან მაგრა იცავდა თავს ფეხებზე. ხო და აი როგორც მე მივხვდი ფეხებზე მუშაობს ასე რომ ვთქვათ ქუსლებზე და მეორე ბაგიჩოუკი აქვს, ნანახი მაქვს ბაგიჩოუკი. აი როცა მითხრენ რომ ვეკუას ნიკას შეხვდებიო, YouTube-ში ჩავწერე და აი ორი შეხვედრა ამომიგდო, ერთი ამომიგდო თუ არ ვწდები იდრის ომაროვთან. და მეორე კაკრას გამასთან აი იმ ბიჭთან შეხვედრა მომიგდო, ხო და იქ ბაგიჩოუკს აკეთებს. კიდევ აკეთებს, ტანთან შედარებით ახლა როგორც გრძელი ხელები აქვს, ალბათ დარსჩოუკს, ანაკონდა ჩოუკს, ქუსლს და რაბერგარდს აკეთებს. კი, მაგ ყველაფერს აკეთებს. და აი ზოგადად და ძალიან ასე რომ ვთქვათ, ალბათ მოქნილი არის. ხო, ეგეც თავისთავად რაბერგარდს სხვანაირად მოუქნელი ადამიანი ვერ იზავს, ხო და რას ფიქრობ, ანუ ეს სერიოზული გამოწვევაა შენთვის თუ უბრალოდ გაგულავება? საერთოდ არასდროს არ ვთვლი მეტოქეს რომ ჩემთვის ეს გაგულავება იყოს, თუ ის თეთრი კამარიც იყოს, შეჯიბრია, ყველაფერი ხდება შეჯიბრზე. იმდენი მაქვს ნაჭიდავები რომ წაგებაც და მოგება ჩემთვის ძირითადად არც წაგებაზე ნერვიულობ, არც მოგებაზე. ადრე როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, უფრო როცა წავაგებდი ალბათ 3 დღე არავის არ ველაპარაკებოდი საერთოდ. ეხლა უკვე ცოტა ასე რომ ვთქვათ, მივიღე გამოცდილება, ამიტომ წაგებას და მოგებაც ეს არ არსებობს სპორტსმენმა რო არ წაგოს და არ არსებობს სპორტსმენმა რო არ მოიგოს. თავარია რომ კარგი, აი მაგალითად გავაკეთოთ, როგორ დამთავრდება, ამას კითხვა გინდა, როგორ დამთავრდება? აი რამდენად სერიოზულ გამოწვევად თვლი, იმიტომ რომ შენ ჩემთვის უზარმაზარი გამოცდილება გაქვს. ქართველ გრეპლერებში ყველაზე დიდი, მე მგონი უდაოა ეს. სერიოზული გამოცდილება არ იქნება, იმის გამო რომ ჩემთვის არასტანდარტული მეტოქი არის, ძალიან მაღალი არის. და შესაძლებელია აი რომ ყოფილიყოს რომ ჩვენ რომ ჭიდაობდეთ IBJJF-ის ან ADCC-ის რულით ჩემთვის იქნებოდა ძალიან იოლი, იმიტომ რომ ქულებზე. და ისედაც რომ submission only არის, იქ ცოტათი რთული იქნება. ჩემთვის გამოწვევა, იმიტომ რომ submission-ს არ გაგაკეთებიებს და შემდეგ გადადიხართ overtime-ში, როგორც მე მითხრენ და იქ 1 წუთი შენ აძლევ, ზურგს 1 წუთი ის აძლევს და აი აქ
თავარია რომ არ გადავეყვნო overtime-ში. ასე რომ ვთქვათ. გასაგები. კეთილი, ძალიან საინტერესო იყო. მე კიდევ ერთხელ ვუსურვებ ამ დარბაზს წარმატებას, ძმებ რაზმაძებს და შენ პირადად. ძალიან საინტერესოა, როგორც აღნიშნე ეს შენი და ნიკას დაპირისპირება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე ბევრჯერ იჭიდავებ შენს, ჯიმიც გამაგრეპლინგის სპიტზე უკვე. და რა ხშირად გეტყვევით ხოლმე, open მატები როდის გაქვთ? კვირას. 12 საათზე. აჰა. ამ კვირას ვერავინაიდან შეჯიბრებების დღე გვაქვს, თუმცა შემდეგ ვიკენდებზე ყველას გელოდებით. ვიგულეთ ხშირ სტუმრად გოჭირა დარბაზში. დიდი მადლობა. იცოდით საქართველოში, თბილისში, რომ არსებობს გრეპლინგის ქუჩა. და ჩვენ ვართ გრეპლინგის ქუჩაზე და შევდივართ გრეპლინგის დარბაზში, გრეპლ სტრიტში. ახალი თაობის ჯიუ-ჯიტსუს დარბაზია, მეგობრებო და ნახოთ. ნიქსონ, სალამი. გამარჯოს გიორგი, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენ დარბაზში. მადლობა მასპინძლობისთვის. გოგას განმოვდივარ. რაღაც პატარ-პატარა სეკრეტები გამხილა, შენზეც ვილაპარაკეთ. ცუდი არაფერი. მეხარია. და ძალიან განსხვავებული გრეპლერები ხართ. მაინტერესებს იგივე გავიაროთ რაც გოგასთან, ანუ აი როგორ ხურდები? კი ბატონო. იმიტომ რომ გოგა გარკვეულ დონეზე, სრულყოფილად კლასიკური ჯიუ-ჯიტსუს სკოლის წარმომადგენელია. შენ პირიქით თანამედროვე თაობაც ხარ და გრეპლ სტრიტი როგორც ვიცი ძირითადად ნოუგიში ჭიდაობთ, ძირითადად ამ ახალ პოსტულატებს ქადაგებთ და აი როგორ ხურდები მაგით დავიწყოთ და პარალელურად ვისაუბროთ რა ეხლა ისეც არ გავხურდეთ რომ ქოშინი გამძროს. ჩემი გახურდება რავი პირველ რიგში გიმნასტიკით იწყება, ანუ ყველა კუნთები, ზურგი, კისერი, ფეხები, ხელები, ყველაფერი რომ მზად იყოს, თუ რამე კრიტიკულ სიტუაციაში ვიქნები, ან ტკივნეულში უნდა ვიყო მზად, თავით და ჩემი ტანით რომ გამოვაძრო იქიდან. და ძალიან ბევრი დრილებს ვაკეთებ მარტო პარტნიორის გარეშე, იმიტომ რომ მე პირადად არ მიყვარს პარტნიორთან გახურდება. ტურნირამდე და აი შეჯიბრის დროს. იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი სპორტსმენები პროფესიონალურ დონეზეც და ამატორების დონეზეც იხურდებენ მაგის გუნდებთან ერთად, მე სხვანაირად ვაკეთებ, იმიტომ რომ აბა გვაჩვენე მაშინ. ეგრევე straight to the business. კი ბატონო, დავჭდეთ მაშინ. პირველ რიგში ყველაზე მარტივი არის აი ასე გრუპიროვკა და ზურგი. Просто დავკატავოთ ისე წინ და დაბლა. ესეთ გახურება სხვათა შორის გოგაც მაჩვენებდა, ოღონდ ის წყვილებში. ხო. და ამას ერქვა რაო, აკვანიო თუ რაღაც ასეთი, ანუ просто შენ ფეხი, არა, ხელით ესე მკრავ ხელს, აი როგორც ახლა კოტაობდი რა, ფაქტიურად. ხო, აი ამაგას ვაკეთებ. ხო, ესეც შეიძლება. ხო. უფრო ტრადიციული ექსერსაიზები არის რაც მეც და შენ მარტო მოგწონს და ამიტომ პარტნიორის გარეშე ზურგს ახული. მე რა აქედან წელიც უნდა ამოვაშავ, იმიტომ რომ წელი ძალიან ბევრს თამაშობს ჯიუ-ჯიტსუში, ანუ ბრძოლების დროს წელი თუ არ იქნება გახურდებული, ჩვენ არ ვიქნებით მზად არც ლეგლოკებისთვის, არც მარჩოველებისთვის და ნებისმიერ მოძრაობისთვის. ახლა მუხლებს ვამუშავებ. მუხლები მჭირდება რომ გახურდული იყოს, იმიტომ რომ როგორც გითხარით უკვე ლეგლოკებზე მუშაობ და რაბერ გარდების სეტაპები, ბაგი ჩოუკები, ელასტიკური თუ არ ხართ, თქვენთვის მარტივი არ იქნება ამ საბნიშნების გაკეთება. ისე ელასტიურობა 40 წლის მერე ძალიან ძნელია. აუ, მოიცა ბავშვადო. ბავშვობაში? არა, ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ქართულ ცეკვაზე, 5 წელი. ხო. და მე მგონი იქიდან მაქვს ეგეთი ელასტიკა. მე გადავდივარ ასე, მაგრამ კაი გახურების მე. ხო.
მართლა შესავით ვერა, მაგრამ კაი გახურების მერე გადავდივარ. რაღაცა კომბინაციებსაც ვაკეთებ აი ეს მაუნტიდან 1 2 და აქედან საიდროლი მეორე მხრიდან 1 2 და აქედან მესამეში საიდროლი. რაღაცა კომბინაციები, ბევრი რაღაცები ვნახე მაიკი მოსუმეცი როგორც აკეთებს და მომეწონა ძალიან. ისაც მე ვხმარობ. ანუ 1 2 და აქედან ეგრევე საიდროლზე გადადიან. კი. თლიანზე? თლიანზე. ოკეი. ხო, საიდროლში ჩემთვის ნებისმიერ მებრძოლისთვის მთავარია რომ აი თითები რო დარჩეს ქვემოთ. აჰა. და ზემოთ რო არ ავწიო ფეხები. მე არის სწორი საიდროლი, ხო? ხო. ეხლა 8 წია ფეხი მთლა სწორი არ არის, ხო? დაბლა უნდა. კი. აჰა. კისერიც ძალიან ბევრს დროს ხარჯავ, იმიტომ რომ სხვადასხვა დრილები არის. მე ვაკეთებ ძალიან ტრადიციულ რაღაცებს. პირველი არის წინ აი ასე დაბლიდან ზემოთ. ესეც 20 ჯერ, მერე მარცხნივ, მარჯვნივ. მერე ყვირი, მარჯვნივ, მარცხნივ. და მერე ესე დავდგები. და ზემოთ, ქვემოთ ამოვქაჩნე. წინ და უკან. ყველაფერი 20-20-ით. და მერე ხიდები. კლასიკური მაქსიმუმ რო გავხსნოთ ჩვენი ზურგი ნამუცლის კუნთები. ხო. და აქედან გიმნასტიკური ხიდი. მაგას ვერ გავაკეთე. 1 3 ჯერ 4 ჯერ. ახლა გაჩვენებთ რაღაცას, ბევრი არავინ არ აკეთებს. ლეგლოკებისთვის აი ასე ვიმზადებ. თვითონ ჩემ ფეხს აი ასე ვიღებ და ვაკეთებ ლეგლოკს. ვამუშავებ აი აქ ტოიხოლდს რო მიკეთებენ, აი ასე ვიღებ. straight foot lock-ი, ხილხუკი ასე ფიზიკალურად არ შემეძლია გავაკეთო. ვერავწვი. ხო. ტოიხოლდი არის ზუსტად იგივე მექანიკა, როგორც კიმურა, მაგრამ ფეხთან ერთად. აი ასე შეგვიძლია. ანუ ფაქტიურად ბევრი რამ შენ გახურებაში გაწელვაა, ხო? დიახ. ანუ სტატიკურს არაფერს არ ვაკეთებ. ჩემთვის უფრო ჯობია რომ აი ელასტიკა დავამუშავო და ყველა მოძრაობისთვის ვიყო მზად. თუ ატაკაში ვარ ან დაცვაზე ვარ, ყველანაირად ფეხებს ხმარობ ძალიან ხშირად. და თუ შორს ხართ, აი ფეხები აქამდე შემიძლია გავწიო, აი ასე რომ ვიხმარო. აი ამ მოძრაობას ხშირად ხედავთ ხოლმე, რაღაც გარდში რო გწდებიან და რამე და შენ ამას მათესთან ხშირად გეჭირა საკუთარი ფეხი. გამყელიძე. ეს რისთვის არის? ფეხი რატო გიჭირავს? პირველ რიგში თქვენ თუ გარდ პასინგში ხართ, ანუ მოძრაობთ რო გააცლო ჩემი გარდი, მე ვიღებ ჩემ ფეხს რომ აი სამკუთხედი დავაფარო. იმიტომ რომ 2 სამკუთხედი გვაქვს ჩვენ რო უნდა დავიცვოთ ეს დაბლა სამკუთხედი აქ. ხო აი ესე გახსნილი ვიქნები, всё, საით კონტროლი თქვენია. და მეორე, აქაც კერდი კერძზე, всё, მე დავკარგე პოზიცია და ეს რო კარგად დავაკონტროლო, ხო, ვიღებ ჩემ ფეხს და აი ესე პროსტა თქვენთან ვარ. პლუს მეორე მიზანი რატო ვაკეთებ აი ესე leg lock-ზე რო შედიხართ, ვიღებ ჩემ თითებს და ვაბრუნებ. თუ არა და მივდივარ და всё, აქ ვაკონტროლებ ჩემ ფეხს. როგორც თავდაცვა ფეხის და პოზიციის. ხო, შეიძლება გავხსოვთ ნიკა მუშხუდიანი რო ამიღო ფეხი. პირდაპირ თითებზე წავედი და всё, იქიდან ის წვალობდა და მე პროსტა დროს ვიღებდი რა. ოკეი. კაი, ჩვენ გოგასთან რო ვისაუბრეთ, ესე იგი ასეთი რამ მითხრა რომ ძირითადად ის საკმაოდ დიდი ხანი 38 წლისაა და როგორც თვითონ ივარაუდა 8 წელია უკვე რომ შავი კამარის ფლობელია და როგორც თვითონ ივარაუდა დიდი ალბათობით ნიქსონამ ჭიდაობა დაიწყო მე როცა შავ კამარს მხოლოდ დავეუფლე. რამდენად მართალია ეს? თუ უფრო ადრე დაიწყე? მართალია, ნამდვილად მართალია, იმიტომ რომ უკვე მე-9 წელია რომ ჯიუ-ჯიტსუში ვარ, მე თვითონ დავიწყე MMA-დან და კიკბოქსინგიდან, მაგრამ პარალელურად ჩემ წვრთნელთან და გუნდთან ერთად უკრაინაში
რა თქმა უნდა, აი ჭიდაობდი და აი გრეპლინგი MMA-ისთვის ვამზადებდი. და მე რა სულ გადავიდეთ გრეპლინგიზე. რა კაი ყოფილაო და სულ მაგას დაუთმე დრო. ეთილი. შენ ახლა როგორც აი გრეპლ სტრიტი, როგორც ასე ვთქვათ, ფართედ დადის ინფორმაცია და რამე როგორც აქამდე ვთქვი, ახალი თაობის გრეპლინგ ჯიმი. თუმცა გოგა აიძახის რომ ანუ როგორც თვითონ როგორც მე გავიგე სრული ანალიზი ჩაატარა იმის თუ რომელი სკოლა მუშაობს უკეთესად და ერთადერთი მაგალითია როცა ახალი თაობის გრეპლერები სრულ დომინაციას აკეთებენო ეს არის მხოლოდ გორდონ რაენი. ძირითადად მაინც ძველი სკოლის ბრაზილიელები დომინირებენ. შენ გადმოსახედიდან როგორაა ეს საკითხი, ანუ რეალურად კლასიკური სკოლა ჯობნის ჯერჯერობით თუ შენი შეხედულება განსხვავებული? იცით რა, ჯუჯიტსუს ისტორიაში ეგრე მოხდა, რომ ერთ დროს ჯონ დანახერი, ხო იცით ვინ არის, ძალიან ცნობილი კოუჩი არის და submission grappling-ში ძალიან ეფექტური მეთოდიკებს აძლევდა და მაგის სტუდენტი იყო გორდონ რაენის და რა მოხდა ჯუჯიტსუს ისტორიაში და აი ტრადიციული ჯუჯიტსუ იყო დომინაცია, ქულები და ტრადიციული რაღაც საბმიშნები და რა გააკეთა ჯონ დანახერი, ლეგლოკები შეიტანა ჯუჯიტსუში და მაგის მერე ეგ ვიდეო მახსოვს. კი. Pass the guard, keep the position, fuck it. If you can't pass the guard, go for the leg locks. ეგ არის მაგის ფილოსოფია და აი ნახეთ როგორ შეიცვალა ახლა ჯუჯიტსუ მთელ სოფლიოში. ხო და ახალი თაობა და ძველი თაობას განსხვავება ის არის, რომ ახალი თაობა უფრო უნივერსალურია ყველგანადა. ანუ შენ გინდა სწორად თუ გაგიგე, ან ძველ სკოლას არ უარყოფ, უბრალოდ ასე ვთქვათ, ლეგლოკებს აქცევ დამატებით ყურადღებას? იცით რა, ლეგლოკებში მარტო არ არის ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოზიციები დაემატა, ძალიან ბევრი საბმიშენები, მახრჩობელები, როგორც ბაგი ჩოუკი, ახლა ძველი თაობის მებრძოლები, არავინ არ იცოდა რა არის ბაგი ჩოუკი, სანამ მე შემოვიტანე საქართველოში, ხო, ჩოუკი. და ასე შემდეგ. და რა მინდა თქო, მე და გოგას განსხვავებაში უნდა პროსტა ვთქო, რომ გოგა შეიძლება მაგის პიკში არის ახლა. იგებს ყველა ტურნირებს, ევროპის ჩემპიონატები, სოფლიოს ჩემპიონატები, ძალიან კარგი რეზულტატებს იგებს სოფლიოს ჩემპიონატებს ნოგიში, UFC-ში, მაგრამ მე ჩემ თავს არ დაცვავ პირიქით. მინდა ვთქვა, რომ მე ჩემპიკში არ ვარ. არ ვარ ჩემპიკში და ჩემი პიკი 1 წელი მჭირდება, რომ ჩემპიკამდე მივიდე. მაგრამ უკვე მზად ვარ, რომ გოგას შევხვდე. და ვაჩვენო ჩემი ტექნიკები და როგორ ვარ მზად მაგისთვის. გოგა არის პოზიციური მოჭიდავე. ხო, სტილისტიკურად ძალიან განსხვავებულები ხართ. ახლა იქიდან დაწყებული, რომ სხვადასხვა ტიპის ტანის აგებულება გაქვთ. და როგორც ასეთი თამაშიც. ხო, შენ უფრო submission oriented ხარ, ის უფრო პოზიციურ დომინაციაზეა. შენ რაც შეგამჩნია დაბლიდან მეტად გირჩევნია ჭიდაობა, ვიდრე მაღლიდან, ის პირიქითა, თუმცა ორივე უნივერსალურები ხართ რაღაც დონეზე, მაგრამ ეს იმაზეა. ვის რა უფრო მოგწონთ, ხო? სწორი ვარ, ან დაბლიდან გირჩევნია ყოფნა ხოლმე? მე შემიძლიათ ზემოდაც ვიმუშაო, вообще უფრო მირჩევნია ზემოდაც რომ ვიმუშაო, იმიტომ რომ guard passing-ი მომწონს, leg-lock-ებს შეტევა და აი flying submission-ები, კიმურა, გილოტინა და ასე შემდეგ. მაგრამ, ქვემოდან ვიწყებ. ხო. თუ მაქვს მაგის საშუალება რომ ზემოდან ავიდე, ავა. ოკეი. კაი, როგორ ფიქრობ გოგასთან? ჯერ სანამ გოგასთან რა გველის შენი ორიოდე საყვარელი პოზიცია გინდა საბმიშენი რო გვაჩვენო. მოდი ცოტა ვინაიდან გოგა უფრო დამსახურებული გრეპლერია. ცოტა ის მივცეთ. რაში ერთი მუვი მანახა თავის ასე ვთქვათ დომინაციას როგორ ახერხებს საიდ კონტროლში რო შედის. ზოგადად საიდ კონტროლში რო შევა ადამიანი შენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს უკვე? ახლა
იმის მიხედვით რომ submission-ოლი არის ჩვენი წესები, ანუ კლუბის გარეშე. არ მაქვს არანაირი პრობლემა რომ ისევ შემიძლია რომ მივცე პოზიცია სპეციალურად. აი, ეხლა გაჩვენებ თუ რა თქმა უნდა გავიმეორებ, მოდით. ანუ ამ 68 კილო კაცმა მე უკვე 80 ვარ. კარგავჭამე. საით კონტროლში რომ შემოვიდა, ესე იგი აი ასე რაღაცნაირად ხელი დამიდო ზურგს უკან, ასე და აი მენა გზნობ ხა ფრეშარს. აი კინაღამ გადმომაყრევინა დილით ნაჭამი რაც იყო. შენთვის რამდენად პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ხა 3 და 4 წუთი თან აქტიურად რო ჭიდაობ, ეს სუნთქვას გიშლის, ხო იასი? კი, რა თქმა უნდა, აი მაგის გამო რომ ხელი შემოდის სულ დაბლა, აი ზურგის ქვეშ ჩემი დიაფრაგმა უფრო პატარა გრძნობდა, არ შემეძლია ვისუნთქვა 100%. ხო, მაგრამ ესეც არ არის პრობლემა. ყველა მოძრაობა ჩემგან მაძლევს მე პატარა ადგილს, პატარა აი საშუალს რომ შევიტანო ფეხი, ხუკი და აი ამ პოზიციაში მე პირადად რას გავაკეთებდი, ეს სულ მოძრაობაში ხიდი თუ შემიძლია იდაყვი შევიტანო აქ მარჯვენა მხრიდან შევალ hip escape და მე შემოვალ. გავსავიდგენ, ხო? ან სპეციალურად რაღაცას აქ ვაჩვენებ და გამოვალ ჩემ ბაგი ჩოუქზე. შენ ბაგი ჩოუქი როგორც ადრე ინტერვიუში თქვი, ზოგადად ხალხი ფიქრობს რომ ერთ-ერთი შენი საყვარელი ილეთია. თუმცა მათესთან ეს ვიდეოებს რო ვიწერით, თქვი რომ არა, ყველაზე საყვარელი შენი პრიომი არ არის ბაგი ჩოუქი. ხო, ეგეც. რომელია გათქვი ეგ საიდუმლო მაშინ ახლა? ეხლა. ისტორიას ვთქვი, მე ბავშვობაში რო დავიწყე ჯიუჯიტსუ, ანუ 1-2 წლის მერე უკვე მქონდა ყველაზე საყვარელი საბმიშენი სამკუთხედი. ყველა ტურნირებზე ვაკეთებდი, გარდში შემოვდიოდი და გარდი არის ჩემი ერთადერთი საყვარელი პოზიცია და მე რო შენ რო ყავს გარდში. ხო, მე რო დაბლა ვიყო, ხო. 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 და მე რაღაცა YouTube-ში ვნახე ვინ არის ედი ბრავო. ყველაზე ცნობილი ჯიუჯიტსუ, ესეც ტრადიციონალური ჯიუჯიტსუს მებრძოლი არის. პროფესორი ახლა რობერტ გარდის ასე ვთქვათ დიახ ხო მამა ხო რობერტ გარდის მამა და მე დავიწყე მაგის ვიდეოების ყურება მე დისკებიც ჩამომიგდეს ჩემი ძმაკაცები და გავიგე რა არის რობერტ გარდი დავიწყე ვარჯიშის დროს მაგის გაკეთება და ჩემი წვნელი ეგეთი ადამიანი არის ესეც ნუ ტრადიციული მებრძოლი იყო მაგრამ ეს არის განსხვავება კარგი წვნელის და ცუდი წვნელის. თუ ცუდი წვნელი ხედავს, რომ შენ რაღაცა სხვას აკეთებ, რასაც არ არის რაღაცა, ნუ ნორმალური შენი გუნდისთვის, ან ნორმალური იმის მიხედვით, რომ არ გასწავლა ეს ვიღაც. ცუდი წვნელი შეიძლება რომ გითხროს, აი ეს არ შეიძლება, მაგის გაკეთება არ შეიძლება, გააკეთე ის, რასაც მე გაჩვენებ. იმიტომ რომ უფრო ეფექტურია. ჩემი წვნელი პირიქით მითხრა, შენ ელასტიკური ხარ, ეს შენ გამოიყენე და მომავალში დაგეხმარება. მე ეგრე გავაკეთე და რავი, საფრანგეთში რო ვჩუპობდი, უკრაინაში რო ვჩუპობდი, სულ რაბერგარდებით ვამთავრდებდი ჩემი ბრძოლებს და მარტო აქ საქართველოში დავიწყე უფრო ხშირად ბაგი ჩოუკების გაკეთება. ეხლა რაბერგარდიდან გამახსენდა რაღაც აი ამ პოზიციაში დაჟე აყვანილი ხარ მე მგონი ფეხზე ყავ ხარ ტიპს და შენ მაინც გიჭირავს ეს პოზიცია. ADCC-ზე იყო εκεί ეს მომენტი. ხო, ADCC-ის სურათია, ხო? და დამამახსოვრდა. და თუ შეგვიძლია იგივე რომ გავამეოროთ და რა სეტაპი იყო ან როგორ დამთავრდა ეს ბრძოლა რომ ანუ დიდი ალბათობით აქედან დაიწყო, ხო? ხო, დაიწყო აქედან. ესა closed guard-ი ნიქსონას საყვარელი პოზიცია, ხო? და აქედან მე რა ხდება? ანუ ეხლა ჩემი მიზანი, ეხლა თქვენ მაღლად ხარ, ხო? მე უნდა ჩავკეტო ეს დისტანცია, ფეხებით უნდა ვიხმაროთ, შემიძლია ხელებითაც აქ მოვტეხავ თქვენ ზურგს და რასაც მთავარია თქვენი ხელები უნდა ორივე მხრიდან აი ასე იყოს, ანუ ცენტრში კერძზე არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მაქსიმალურად ახლო უნდა მოხდეს. თავის გარდა, ხო? აქედან ვაკონტროლებ და ეხლა მარცხენა ხელით დავიჭერ აი აქ ტრაპეციაზე მარჯვენა ფეხს. და ასე შევა აი ფეხის დაბლა. და ესე მთლიანი ფეხი ერთხელ დაждდება ორივე მხარეზე. და პლუს გასწორება აღარ შემიძლია. და აქაც უკვე აი ასე შემიძლია გავაკონტროლო, თუმცა თქვენ თუ ბევრს მოძრაობთ, შემიძლია პროსტა დავიკავო, სანამ თქვენ არ გაჩორდებით. მერე
ჩემი მიზანი არის ხელები რომ შევიცვალო, შემიძლია დაბლიდან, შემიძლია ზემოდან. ზემოდან თქვენთვის უფრო უხეშურია, იმიტომ რომ იდაყვით ახლა შევალ აი აქ და ცოტა არა კომფორტული მოძრაობა არის. Всё. ამ მომენტში აქცია? ხო. მოდი აქცევ, იგივე გავიმეორებ. და დასლემება არ შეიძლებოდა ეთქო. ხო, არ შეიძლება. სლემის დროს სახიფათო იქნება. ხო, ნუ ახლა აი გაბროს ამას არ უკეთებ ხოლმე დარწმუნებული. აი გამაში არ გააკეთებ, ანუ თუ აქცია გავუშვებ? და აქედან მე როგორ ამთავრებ? თუ აქცია გამაში ვინაიდან სლემი მოსულა, მე მგონი არ გავუშვებ. არ გავუშვებ, იმიტომ რომ ეს კარგი პოზიცია არის ჩემთვის. გოგაც არ არის ეგეთ სიმაღლის მებრძოლი, რომ მაღლა ჩამიწიოს და დამაგდოს იმინა ისე რომ გავუშვებ, არა. დავიჭერ ბოლომდე. ანუ აქედან მომენტ უკვე ვიხჩობისავით. კი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩემთვის. ანუ ძალაკია, კი მაქვს საკმარისი, მაგრამ просто მექანიკურად არ არის კომფორტული ჩემთვის პოზიცია. თან თქვენი იდაყვი ახლა შეიძლება რომ ჩემი გარდი გაახსნოს და აქედან მუხლი просто რომ დაადო. ხო, ანუ რომ დავიცვი. ეს არის ინსტრაქციონალი როგორ უნდა გაცდე. მაგრამ მე უნდა ეს ფეხი აქ დავტოვო. цариელი ხელით უნდა ავიღო ან მაჯა ან იდაყვი და წამოვიღო. აი ასე. ჩავტრიალდი და ჩავკეტე სამკუთხედი. აქედან შემიძლია მახრჩობელად დავამთავრო, მაგრამ ჩემთვის უფრო ჯობია რომ ხელი ამოვიღო. ხო? და აქედან არმბარი. ან პირველი, ან მეორე. ოკეი. კარგი. კიდე ფეხებზე მუშაობ, რაც გოგამ შეგამჩნია. კი. ხილხუკი არის შენი საყვარელი ლეგლოკი თუ სხვა რა? ნუ ახლა ფეხებთან დაკავშირებით ხილხუკს უფრო ხშირად ვაკეთებ, მაგრამ აი ერთი საბმიშენი არის უფრო საშიში. უცბად არ გამიკეთებ. ჩემი ბებერი მყესები უკვე ბევრს ვერ უძიძებ. აი შევდივართ single leg X-ში. აქ უნდა შევიტანო ეს ფეხი, რომელიც გარეთ არის შიგნით. აი ეს ცოტა გავატრიალდოთ, ხო. всё. ეს არის პოზიცია inside nkaku. აი ეს არის inside nkaku, მაგრამ ეს ფეხი უნდა იყოს აქ გარეთ. ხო და რას გავაკეთებ მე? მე თავიდან აქ ვიყავ, ანუ ვждებოდი. ეხლა უნდა ზურგზე დავწვე. ფეხები ისედაც მიჭრავს კარგად, ეს მუხლი არ უნდა დავკარგო, მუხლი თუ გარეთ არის, всё, დავკარგე მთლიანი პოზიცია. აქედან უნდა გავტრიალდე, აი ასე. ავიღო თითები, ავიღო ქუსლი მეორე ხელით, წინ ამოვქაჩო და ეხლა მოძრაობა დავიწყო, აი ქუსლი უნდა წამოვიღო და თითი. ხო, ხილხუკის მოძრაობა არის, კი. აი ხილხუკი და ტოიხოლდის მიქსი არის, რა. просто უფრო საშიში არის, იმიტომ რომ ანუ ტეხავს აქ ყველაფერს. ხო, უკვე ძალიან დისკომფორტული იყო. ხო. ოდნავ მიუხედავად თუ ძალიან ჯენტლმენურად წაიღე, იგრძნობოდა საფრთხესრული. ამას რამე სახელი არ აქვს, მე პირადად ვიძახი dark hold-ი. dark hold-ი? dark hold-ი, იმიტომ რომ რაც dark-ის, ну, ძალიან მაგარი საბმიშენი არის რა. ოკეი, ანუ ნიქსონასაც ქონია თავის საბმიშენი. ანუ ჯიმის აქვს თავისი, რაზმაძეს გოგას აქვს თავისი საბმიშენი და შენც ქონია. ანუ ყველა ისეთ გრეპლერს აქვს საკუთარი საბმიშენი, საკუთარი მოგონების. მე არ ვარ ეგეთი გრეპლერი ეთყობა, მე არაფერი ისეთი არ მომიგონია. ერთადერთი დიდებთან გამომდის, ნიქსონასთან არ გამოვა, მაგრამ ნიქსონა დიდი ალბათობით ამას აკეთებს, იმიტომ რომ აი მე მიყვარს აქედან ხოლმე აღება ამის და აი დიდებთან გამოდის, აქ შერვაშიძე თითქმის დავახჭერ. თუმცა რაღაც ისეთი არის თქო ვერ ვიტყვი რა. აქედანაც არის კარგი მოძრაობა ჩაკეთეთ გარდი? არა, გარდი. აქედან თუ ვინმეს არ შეგეძლიათ გამოხვიდე და გაჭედილი ხართ, შეგეძლია, ну, ელასტიკური თუ ხარ და გზელი ფეხებიანი თუ ხარ. ხო, მაგას ვაკეთებ ხო. და აქედან просто უნდა გავხსნოთ გარდი და ვიმუშაოთ leg locks. ხო, მაგას ვაკეთებ ხოლმე, სხვათა შორის. ტრადიციულ გაცელას, მასეთი გაცელა მირჩევნია, ნაკლებად ძალას ხარჯავ. ოკეი, კიდე მოიცა რაღაცა შენ მუვზე. კიდე რა შეგამჩნია? რაღაც სალტოთი აკეთებ ანკი მორას ან ტოჰოლს ხოლმე. ორივეს ვაკეთებ კი, მაგრამ
ანუ გააჩნია პროსტა რა სიტუაცია მე როგორ დავინახე ამას გაჩვენებ და მე როგორ კეთდება რეალურად რაღაცნაირად აი ამ პოზიციიდან ხარ თითქოს ხოლმე და ამ ფეხისკენ ხტები ან აი აქეთ რაღაც ხო სწორად დავინახე მაგრამ მხარეზე კი არა პირდაპირ აი იქიც აბა მაჩვენე ანუ აქ ვართ ხო ჭიდაობ გარსდები ხო გარსდები ვაჩვენებ რომ მინდა გავსდო გარდი მაგრამ ჩემი მიზანი არის აი ერთი ფეხით შემოვიდე შიგნით ერთი ფეხი შიგნით მეორე დაბლა კი არა გარეთ ხო და აქედან ჩემთვის უფრო ახლო ხელი არის ეს თუ ეს ხელი დაბლა არის მე ის უნდა გავაკეთო ვიმოძრავო სანამ ეს ხელი ზემოთ არ წავა ოკეი ხო და მოძრაობაში შევედი არ ვტრიალდები იმიტომ რომ ჩემთვის უფრო საშიში მომენტი არის როდის აი ასე მხარეთ ვდივარ გოგაც უფრო პოზიციური მებრძოლი არის და დელარივა არის რა იცის რა არის და როგორ უნდა იხმაროს მე აი ესე წინ ვდივარ მაჯა შევდივარ და მომენტში მოტრიალე ხო აქ ვართ ახლა პარალელურად ხო დავიჭირე მაჯა ჩემი მაჯა თვითონ და ზურგისკენ დაყვები შიგნით და აი ეს ხელი მუცლისკენ უნდა დავდო იმიტომ რომ არ წამოვიდე მე ეს დიახ აქედან ძალიან ბევრი ვარიანტები მაქვს შემიძლია სამკუთხედიც ჩავკეტო აი აქ ხელით ერთად ან ავდგე უმეტესობა ზურგზე მიდის ხოლმე ხო მეც ზურგზე მივდივარ კი ოკეი ზურგამდე ნუ ახლა ეს flying submission-ი არის flying guillotine-აც არის flying toy hold-ი უშუალოდ გოგაზე რო გადავიდეთ მის სტილზე ზოგადად ჩვენ როგორ მოგეწონა ამ თქვენი პოსტერს რო დავარქვით Clash of Generations რამდენად ეთანხმები რამდენად არის რეალურად ეს თაობების შეტაკება აბსოლუტურად ვეთანხმები ძალიან მომეწონა პოსტერი ნამდვილად ეგ არის Clash of Generations გოგა როგორც თქვა, როდის ის შავი კამარი იყო, მე მაგ დროს დავიწყე ჯიუ-ჯიტსუ, მე პატარა ვიყავი 13 წლის და ძალიან საინტერესო არის ჩემთვის. შევამოწყო ჩემი თავი აი ესეთ დონეს მებრძოლესთან და რავი, ვნახოთ. ისე ამ დონის, ამდენი რეგალიების მქონე სპორტსმენთან თუ გაგიზიარებია ტატამი და რამდენად დიდი გამოწვევაა რა. ეხლა ტურნირებზე ძალიან ხშირად არ მაქვს ეგეთი გამოცდილება, რომ აი მატჩებში ეგეთი დონეს ტიტულები და რეგალიები არასდროს კი არა ორჯერ სამჯერ კი მქონდა ტურნირებზე საფრანგეთში. აი ინგლისიდან ბრაზილიერები ჩამოდიოდნენ შავი კამრები ლუტა ლივრეში და ჯიუ-ჯიტსუშიც, მაგრამ არასდროს არ დამითაფია საბმიშენშიც არ ვიყავი, უბრალოდ აი ქულებით მქონდა წაგებები. მაგრამ ვარჯიშის ტატამზე ძალიან ხშირად მქონდა შეხვედრები ამერიკიდან შავ კამარებთან ერთად, საფრანგეთიდან, უკრაინაში ძალიან კარგი, ანუ მაღალი დონეს ბიჭები გვაქვს უკრაინაშიც და გოგაც იცის, იმიტომ რომ UFC-ზე, რამდენჯერ შეხვდა ჩვენ ბიჭებსთან ერთად უკრაინიდან. ეს მითხარი, აბა შენ პირადად როგორ მიგაჩნია გოგა როგორც ტრადიციული სკოლის წარმომადგენელი და ძირითადად პოზიციურ ჭიდაობის მოქადაგე რამდენად სერიოზული გამოწვევაა შენთვის და ასე დავსვავ კითხვას გამას წესებში უფრო კომფორტული მეტოქეა თუ ტრადიციულ წესებში იქნებოდა უფრო კომფორტული? პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ გოგა არის გოგა და მაგის ძმა ჯიმი რაზმაძე არიან საქართველოს გრეპლინგის ზოგადად ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდები, იმიტომ რომ იმდენი ტიტულები და იმდენი რეზულტატები სოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მე მგონი არავინც არ აქვს ჩვენ ქართველებისგან. ხო, გოგა არის ყველაზე ტიტულოვანი გრეპლერი. ჩემთვის მარტო აი პატივისცემა და დიდი სიამოვნებით გამოვალ გოგასთან. ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი ბრძოლა ჩემ კარიერაში მე მგონი. ხო, იმიტომ რომ ანუ პირველ რიგში ჩემ ქვეყანაში ვიბრძოლებ ჩემ ქართველთან ერთად და არაფერის დამტკიცება არ მჭირდება
პროსტა მინდა ჩავამოწო, რანაირი რეზულტატი მექნება, მე ეგეთი დონეს მებრძოლთან ერთად. თან გოგას უყურებდი, როდის პატარა ვიყავი უკრაინაში, მე ვთქვი, ქართველი შავი კამარი გამოდის და ძალიან კარგად ჭიდაობს და ესე უყურებდი. თან ჩემი ძმისშვილი მოსკოვში ცხოვრობს და ერთჯერ უთხარი, აი გოგასთან წადიოდა მიეცი შვილი. დადიოდა, 1-3 წელი გამოვიდა და ეხლა სად ვართ? აჰა. ძალიან კაი. კეთილი და კითხვას რომ გასცე პასუხი, გამას რულსეთით ანუ ეს რულსეთი უფრო შენსკენაა თუ გოგას თამაშის წესებისკენ? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განსხვავება იქნება ჩვენ ბრძოლაში თუ ვიჭიდავთ ქულებთან ან ქულების გარეშე. მე მგონი უფრო მაგის მხარეს იქნება თუ ქულებთან ვიჭიდავებთ, უფრო სტრატეგიული და აი ჭკვიანური ბრძოლა შეიძლება რომ ჩაატაროს გოგა ჩემთან, მაგრამ როგორც submission only rule-set-ი არის Gamma Fighting-ში. მე როგორც თევზი წყალში ვცნობ თავს, ანუ ამ შემთხვევაში rule-set-ი შენსკენ. კეთილი. როგორ ფიქრობ, ანუ შენ გიში როგორც ასეთი ნაკლებად გიყვარს ჭიდაობა, ხო? გიში არასდროს არ მიჭიდავია ტურნირებზე. ანუ მარტო დარბაზში ჭიდაობა. მარტო დარბაზში და აი თითებზე შემიძლია პროსტა ისევ დაგიკარნახოთ, რამდენჯერ ჩამიცვია გი ჩემ ცხოვრებაში, მარტო ატესტაციებზე და აი ხანდახან ბიჭებს რომ მოუნდება გიში ჭიდაობა. არ მიყვარს გი. არ ვეთქვი, რომ ცუდი ჭიდაობა არის გიში, პროსტა, სტილის განსხვავება არის ჩემთვის და არაკომფორტულად არ ვგრძნობ თავს პროსტა გიში. აი დინამიკა არ არის რა ჭიდაობაში. აი შეიძლება რომ გაჭედილი ვიყო და ეგრეა. კეთილი. სხვა შორის მეც მაღაზიაზე ვიყავი და სულ რაღაც წელიწადზე 12-ია რაც გი შემიყვარდა. ეთყობა უბრალოდ იმდენი დინამიკა რო არ არის და მე ჩემს სხეული აღარ მომყვება ამ დინამიკაში, უფრო გით კარგად ვძნობ თავს. თუმცა ნოუგი ჩემთვის დღემდე მეტად სანახაობრივია საყურებლად ზუსტად ამ დინამიკის გამო. ანუ ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ეს სტილისტიკური შეჯახება, ეს generation clash-ი, ახალი სკოლა ძველის წინააღმდეგ. ზოგადად ორივეს ძალიან დიდ პატივს გცემთ. მადლობა. გოგასაც შენს და წარმატებას გისურვებთ მომზადებაში და შეჯიბრზე რა თქმა უნდა, შეჯიბრის მერე. სასიამოვნო იყო Grapple Street-ში. ეხლა ისევ დავიწყე როგორც იქნა მოვირჩინე რაღაც ჩემის ვირუსები, ტრავმები და შემდეგ და გოგას რა კითხვას დავუსვი, იგივე კითხვას გისვამ open tatami როდის გაქვთ ხოლმე და მინდა გესტუმროთ ცოტა ხშირად. Open tatami იქნება ახლოებით მაისში, მაგრამ რომელ რიცხვში ეგ უკვე იქნება ჩვენ Instagram-ში, Grapple Street-ში. ყოველკვირაობით არ ატარებთ open match? Open match-ი ყოველ კვირა გვაქვს, მაგრამ აი დიდი შეჯიბრის ხო, აი შეჯიბრის, ბავშვების შეჯიბრიც გვექნება მაისში და აი გაგვიხარდება თქვენი ნახვა. სიამოვნებით თქვენი ბავშვიც გამოდის. ხო, ვაიძულებ ხოლმე ისე დიდად ფანატი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ ხობის დონეზე ვფიქრობ აუცილებელია ერთ-ერთი საუკეთესო სპორტია, სადაც ბავშვი მენტალურადაც კი ბევრ რაღაცას სწავლობს, არა მარტო ფიზიკურად. ფიზიკურ განვითარებაში ბევრ რაღაცას შეეხმარება, ზოგადად კუნთის ტონუსში ქონიდან დაწყებული, პლასტიკურობით დამთავრებული და თანამედროვე ბავშვებს კომპიუტერებთან ზიან და ამიტომ ვინაიდან მე ნერვიულობ ძალიან რომ სულ კომპიუტერში არ იჯდეს და ცოტა ფიზიკურად დატვირთული იყოს, მიმაჩნია ჯიუ-ჯიტსუ ერთ-ერთ საუკეთესო სპორტად. მიუხედავად იმისა, რომ დიდად ასპარეზობა არ აინტერესებს, მაინც ხობის დონეზე, აი როგორც სკოლაში აუცილებელია აიაროს, ეგრე აქვს წესად ჯიუ-ჯიტსუ. დისციპლინა. ხო, ზუსტად. ნიქსონ, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და შევხვდებით კიდევ. და 24-ში Gamma Grappling-ზე ნიქსონა გოგა რაზმაძეს წინააღმდეგ ხვალი არ დაახამხა.